დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ამ ეპიზოდში ჩვენ საუბრობთ ირანის თემაზე, რაც ძალიან აქტუალურია და დღევანდელი ჩვენი სტუმრები თავად არიან ირანიდან, ფერეიდნელი ქართველები არიან, რომლებიც ფერეიდანში ცხოვრობენ, ახლო ცხოვრობენ საქართველოში და სწორედ თქვენი აზრი არის ბატონებო საინტერესო. მოდი დავიწყოთ იმით, რეალურად რო გავიგოთ ახლა რა ხდება იქ, აი ამ სამხედრო ოპერაციის ფონზე, ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, სწორიც და არასწორიც. მეტწილად დეზინფორმაციები არის ხოლმე როგორც წესი. აი საინტერესო არის თქვენი კომუნიკაციით, ან თქვენი თვალით დანახული, მეგონი ცოტა ხნის წინ დაბრუნდი, ხო, შენ და მოდი შენით დავიწყოთ თან ქალბატონი და ხო. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, როგორც თქვით, მომიწია გარკვეული რაღაცა საქმეებისთვის ირანში ჩასვლა და დაემთხვა ომს, ანუ შევედი თუ არა დაიწყო. ზოგადად სასაზღვრო პუნქტებში, ანუ ახლოს მდებარე სოფლთან ისეთი არაფერი არ ხდებოდა დაწყებიდან, ანუ ისე იყო, რომ ზოგადად მე თვალით არაფერი არ მინახია, მაგრამ პირველივე წუთებიდანვე მოიშალა რაღაცა სისტემები, ანუ არ მუშაობდა, თქვათ, თვითონ სამთავრობო სისტემების რაღაცა ნაწილი, ან ითიშებოდა რაღაცა საათობით და მე ისევ აღადგენდნენ და ამიტომ მეც გამიჭირდა ეს პროცედურა, რომელიც ერთი დღე უნდა დამთავრებული იყო, 3 დღე გაიწელა, სანამ მოვაგვარე მე ამბები და მე დაბრუნებისასაც სისტემა საერთოდ იყო გათიშული, ამიტომ მომიწია 26 საათი საზღვართან გაჩერება. ჩემთან ერთად 1000-ობით ირანელი გასვლას აპირებდნენ და არ მუშაობდა უბრალოდ სისტემა, რომ პასპორტი გაეტარებინათ და მე რადგან ძალიან დიდი რიგი დადგა და აურზაური იყო, დაიწყეს ფურცლებზე შევსება რაღაცა მონაცემების, აგზავნიდნენ თეირანში, იქიდან რაღაცა დასტურები მოდიოდა, რომ კი ბატონო გაუშვით. ამასობაში უბრალოდ მე გავესაუბრე რიგში მდგომ ხალხს, საიდან მოდიოდნენ, ზოგი თეირანიდან იყო გამოსული, ზოგი სხვა ქალაქებიდან და თავისთავად თეირანში მაგ დროს იყო, ასე ვთქვათ, ყველაზე ცხელი წერტილი. იმ დღეს უბრალოდ თეირანი იყო დამოუკიდებელი და მე მესამე დღეს თუ არ ვცდები ისპაჰანი თქვეს. არა, მეორე დღეს ისპაჰანი თქვეს და მესამე დღეს თაბრიზი, სადაც მე იქ ახლოს საზღვარზე ვიყავი და მაგ დროს გაითიშა ზუსტად. ხალხის თქმით დიდად საშიშროებას არ წარმოადგენდა მოსახლეობას, მოსახლეებისთვის, იმიტომ რომ ძალიან წერტილოვნად ხდებოდა ეს დარტყმები, იქ სადაც ის თავრობის, ანუ ისრაელი ამერიკისთვის ვინც წარმოადგენდა სამიზნესი იქ იყო, ან იმ მომენტში იქ იყო, ან იქ ცხოვრობდა, ყოველ შემთხვევაში მარტო ის წერტილები იყო დაბომბილი და ამიტომ მოსახლეობას ასე ვთქვათ დიდად არ ეშინოდა. ნაწილს კიდე უხარო და კიდეც რომ როგორც იქნა ის დაიწყო, იმიტომ რომ ამას ელოდნენ კიდეც. ამირან, როგორი არის ხალხის მოლოდინი? აი რა მოლოდინია ხალხში? თუ შეგიძლია გითხრათ. კი, რა თქმა უნდა, რომ ყველა ხალხს უნდა რომ დაბრუნდეს იმ დროზე, როცა მეფე ფაჰლავი იყო ირანში. კაი დღეები იყო და კიდევ ყველას უნდა რომ დაბრუნდეს ფაჰლავი. და აუცილებლად ჩემი აზრით მალე დაბრუნდება და დაახლოებით 10 დღეში იქნება. და ნახეთ როგორ გააკეთებს ყველას და ძალიან კარგი იქნება. ყველა ხალხსაც უნდა რომ დაბრუნდეს. აი დაახლოებით ჩემი აზრით 90%. 10% ვისაც არ უყვარს ფაჰლავი, იმ აეთოლებთან ერთად, ანუ ხელფასს იღებენ იქიდან. თუ რა ყველას უნდა რომ ფაჰლავი დაბრუნდეს, რა თქმა უნდა. ნიკო, როგორი არის თვითონ აი ხალხის დამოკიდებულება აი ამ წერტილოვან დარტყმებთან? ძალიან საინტერესო სკოლის ეპიზოდი იყო, ხო? ძალიან ტრაგედია მოხდა და შენ რაღაც ამბობდით ან მაგასთან მიმართებითაც და რაღაცა იხუმრე კიდევაც და ეგეც საინტერესოა. კარგი, მე ხალხის დამოკიდებულებასთან ცოტა არ ვეთანხმები ამირანს, რომ 90% ემხრობა ფაჰლავის. უბრალოდ 90%-ს ნამდვილად უნდა რომ ეს თაობა შეიცვალოს. ვინც არ უნდა იყოს მოვიდესო რა და ეთანხმებიან იმას, რომ ფაჰლავი იქისროს გარდამავალი პერიოდის ხელმძღვანელობა.
არჩევნებამდე, თავისუფალ არჩევნებამდე, რომელსაც დააკვირდება გაერო, ევროკავშირი და ასე შემდეგ, რა საერთაშორისო ორგანიზაციები. და განწყობას რაც შეეხება, რაც მე ნახე და ვიდეოებიდან ჩანს, უფრო მეც უხარია, ვიდრე ეშინია ან წუხს. წუხს უბრალოდ ის 10% როგორც წამიანად მათქვა, ვინც მიმულია ამ მთავრობაზე, სხვა არავინ წუხს. იმიტომ რომ რეალურად ირანის სასარგებლოდ მიდის ირანის და არა ირანის მთავრობის. იმიტომ რომ ეხლა ვერც იყენებს იმ რესურსებს, რაც აქვს. ხალხს არ იხარჯება ის ფული, არც ის ნავთობი რო იყიდება და არც ის სხვა რესურსი, რასაც თუ რამეს ყიდის ირანის მთავრობა, ხარჯავს პროქციებზე და ასე შემდეგ რა, ან ლიბანში აგზავნის, ან იემენში და სხვაგან და ამას უფრო მწვავედ აიღთავს ხალხი, ვიდრე შეიძლება რეალურად ეგრე არის. შეიძლება ვერად ნაკლებს ხარჯავს, მაგრამ ხალხს გონია რომ ეს ფული იქ მიდის, იმიტომ ვერ ცხოვრობენ კარგად. და ამიტომაც ახლა უფრო უხარიათ. ამიდან შენ დაგიბრუნდე 10 დღეშიო შენ თქვი დაახლოებით და რაზე დაყრდნობით, აი საიდან ეს 10 დღე ან მეტი ან ნაკლები რატო არა? აი უფროსები არ დარჩენილან, ყველა დაიხოცა. რატო უნდა იყვნენ ისინი? ეხლა რატო დგა ჩემი აზრით კიდე როგორც ლონდონი გადაწყიტავს, ესენი იქნებიან. ეხლა უფროსი იქიდან არის. ბრძანება იქიდან მოდის და ჩემი აზრით ის კონსული იყო დიეგო გარსია. ეს იმიტომ არ მისცა, ჩხუბობენ ამერიკა და ლონდონი რომ გაჩერდიო. ჩემი აზრით ეხლა უფროსი არის ირანის უფროსი ეხლა არის ლონდონი. და ეხლა ჩემი აზრით ადრესში დამთავრდება და მორჩება ყველაფერი. სოფო, თუ შეიძლება რომ შენ გითხრა ისევ ირანელ ხალხთან დაკავშირებით, აი ამდენი გამოსვლები იყო, ხო? ეს და ეს რაღაც სისხლში ჩაახშეს. მართალია 30,000 ადამიანის მსხვერპლზე რო ამბობენ, აი ამ გამოსვლებზე, რამ გამოიწვია ზოგადად აი ეს გამოსვლები, ანუ წინაპირობა რა იყო აი ამ დარტყმებისთან? რიცხვს რაც შეეხება სამწუხაროდ ვერავინ დადასტურებით ვერ იტყვის, იმიტომ რომ იმ გამოსვლების დაწყებიდან გაითიშა, ასე ვთქვათ, ინტერნეტი, ეს ერთი იყო, რომელიც ხელს უშლის ზოგადად რომ გავიგოთ ზუსტად რა მოხდა. მეორე ის, რომ ირანის მთავრობა არასდროს არ ადგენს ხოლმე ამ ზუსტ რიცხვებს და ნუ აქ ძალიან პატარ-პატარა ნიუანსები, რაც არ მინდა უბრალოდ ახლა ჩაუღმავდე და არ შევეხოთ რაღაც თემებს ხვდებით, ჯერ ვერ ვისაუბრებთ მაგაზე ღიად, მაგრამ ნუ ჩემი გათვლებით მაგაზე მეტიც კი იქნებოდა, იმიტომ რომ რაზეც საუბრობდნენ და რაც მოგვიყვეს მაგ დროს ჯერ კიდე ინტერნეტით კავშირები შეიძლებოდა, ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობა იყო. და ეს ამას უფრო ამძიმებდა ის, რომ ეს გამოსვლები სინამდვილეში მთავრობის საწინააღმდეგოდ კი არ იყო, დაიწყო აი გაძვირების, გაპროტესტებით, ძირად ბაზრებიდან დაიწყო უკვე აღარ შეწყვიტ, რომ ყოველ დღეს ახალი ის ფასები მოდიოდა და სულ ძვირდებოდა და უკვე ხალხს ამოუვიდა ყელში და დაიწყო სხვათა შორის ბაზრებიდან. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი სხვათა შორის ბაზრის მან გაიღო ძალიან დიდი, ვთქვათ, გადამწვარი ბაზრების ვიდეოები ვნახეთ, რაც მართლა იმის დაყრდნობით ვფიქრობ, რომ რაოდენობა ბევრად უფრო მეტიც იქნება, მაგრამ უბრალოდ ირანის მთავრობას ჩვევია ხოლმე, რომ ესე ოფიციალურად არ გამოაცხადებს თუ რა ჩაიდინა, ან რამდენი მსხვერპლი მოყვა ამას. და ამიტომ ჩვენი ინფორმაცია ერტყმობა უბრალოდ საახლობლოს, სამეგობროს ან ზოგადად ინტერნეტ სივრცეში, რაც წავიკითხეთ, ვნახეთ ხალხის ნათქვამიდან. ნიკო, სხვებთან დახავშირებით ერთ ვიტყვი რა. ქართველები ვართ 20-30,000 ჩვენ ფერედანში ქართველად ვწირთ, ვინც ოჯახში ქართულად საუბრობს. წარმოშობით შეიძლება არ ვიცი ბევრი იყავი, მაგრამ 20-30,000 ვართ, ვინც ქართულად საუბრობს. თავისი ქართული გვარი იცის და ასე შემდეგ. ამ 20,000-დან 20-ზე მეტია სხვერპლი. ჩვენ 11 დავასახელეთ, სახელი და გვარი, დანარჩენი ვერა, გარემოებებიდან გამომდინარე. იმ პირობით გაატანეს ცხედარი ხალხს, რო ხმა არ მოეღო. და
პრობლემა იმათ არ შეუქმნათ, აღარ ჩვენ ვაჟღერებთ სახელს. და იმ 11 მოჯახო, რომელმაც გამოიყვანა თავისი შვილი და დაასაფლავა ოფიციალურად, იმ 11-ს ვამბობთ. და 20,000-დან 20 რო სხერბლია 90 მილიონში პროპორციულად ავიღებთ 90,000 უნდა იყოს. თორემ მაშინ ჩვენ მეტი სხერბლი გავიღეთ. ეგრე გამოდის. არა და ჩვენ ქართველები არ ვართ, არც ვიყავით იმ ბაზრობაზე და არც უბრალოდ პატარა ქალაქებში ცხოვრობთ. ან თვითონ ისპანიის გარეუბნებში. სადაც წესით ნაკლები სხერბლი უნდა ყოფილიყო. ასე რომ 36,000 სრულიად რეალურია და მეტიც იქნება. კი. ნიკო, მოდი იცებ რა მინდა გითხო. რა მართავს ახლა ირანს? ანუ რა ძალა არის, რაც და მაქვე მეორე კითხვა. იმართება თუ არა მართლა ქვეყანა? არ იმართება, არა. ეს ინერციით ანუ იმართება როგორ არის? დიდი ხანი უკვე 20 წელზე მეტია რომ გუშაკთა კორპუსმა ნელ-ნელა ჩაანაცვლა ანუ ჯარის ოფიციალური ჯარი იყო ცალკე არმია. იყო პოლიცია, შინაგანი ძალები, რაღაც ეგრე ქვია რა, ანუ შერეული ძალებში არ შეყავთ პოლიცია. და იყო გუშაკთა კორპუსი. როგორც კი დაიღუპებოდა ზოგიერთი საეჭვო გარემოებში დაიღუპა არმიის უფროსები, გუშაკთა კორპუსიდან დაუნიშნეს მეთაური. ჯერ არმიას და მე პოლიციასაც. აი ახლა რადანი რო არის პოლიციის უფროსი, ეგ გუშაკთა კორპუსის მაღალჩინოსანია. და არმიის უფროსები აბსოლუტურად ყველა არიან გუშაკთა კორპუსის მაღალჩინოსნები. აღარ დარჩა მაღალჩინოსანი არც არმიაში და არც პოლიციაში. და რეალურად თელ ქვეყანას მართავს გუშაკთა კორპუსი. ოღონდ რაც ახლა ირანში ხდება, ამას მართვა არ ქვია ესე იგი ხალხს ჭხრიგავენ. რაზე არ ვიცი, ვერ ვინ გაიგო რომ მაგალითად ბავშვიან ქალს რატო ჭხრიგავენ და ჩანთას ამოუტრიალებენ ქუჩაში. რა უნდა კონდეს ისრაელის რაკეტა ან არ ვიცი მოკლედ და ისრაელის დრონების შიშით ხიდებს ქვეშ და საგვირებებში ეკეთებენ ამ საქმეს. იმიტომ რომ დრონები ნადირობენ ამაცი. სხვადასხვა დრონებისთვის მაგალითად ქალაქ შირაში სახელები შეურქმევიათ იმდენად უკვე ნაცნობია ეს ისრაელის დრონები ხალხისთვის. ხუმრობით ირანული სახელები შეურქმევიათ და ცნობენ უკვე ეს რომელია, ეს ფედრამია, ის ფუიანია და ასე შემდეგ. ამდენად ხალხს არ ეშინია ამ დრონების. იმიტომ რომ როგორც ჩანს არჩევენ ვის უნდა ესურვონ, ვის არა. სოფო, თვითონ პოლიტიკური ცხოვრება ირანის, ესეც საინტერესო თემაა, რამდენად აქტიური არის თუნდაც აი ახლა რაღაცა. აი რა თქვენი დაკვირვებით, თქვენი აი მწირი კომუნიკაციითაც კი აი საერთოდ რა ხდება, პულსაცია სად არის? ამაზე ნამდვილად პასუხი არ მაქვს. იმიტომ რომ საერთოდ იმდენად იშვიათი კომუნიკაცია გვაქვს. ჯერ ისედაც დიდათ არ ვერ ყვევოდი და არ ვერეოდი თუ ვერ და ეხლა მით უმეტეს, ამიტომ ნამდვილად არანაირი აზრი არ გამაჩნია ეხლა სამწუხაროდ. ამირან, უნდა გითხო და ეს კითხვა ყველასთვის არის პრინციპში, მაგალითად ამ ფონზე გაწვევა თუ არის? აი ჯარში თუ მიყავთ აი ამ ფონზე ხარ რომ ებრძოლონ ისრაელს და ამერიკას და რაღაცა მეტი ჯარისკაცი ყავდეთ. აი ესეთი ინფორმაცია ხო არ გაქვთ ან დაკვირვება როგორი არის თქვენი? აი ისეთ როგორ არის, აი ჯარისკაცი კი ახლა არ მუშაობს, მარტო დრონები მუშაობენ. ანუ ისრაელი და ირანი და ამერიკა საზღვარი კი არ აღე რომ ადამიანები პირდაპირ ახლა დრონები მუშაობენ მარტო და მეტი არაფერი. და დრონჩინას ვინ არის ძლიერი? ისრაელი და ამერიკა. სიო მორჩა. გაწვევა მეგეთქვით. ალბათ ესეც გითხრა რომ ეხლა უნდა რომ ჯარისკაცი გაგზავნოს. სამი კონძულში უნდა რომ გაგზავნოს რამდენიმე დღე. კონძულებს თუ აიღებს ეგ არაფერს არ შეცვლის. მაგალითად ის ხარგზეა საუბარი, სადაც მთელი ირანის ნავთობი გადის ექსპორტზე. ეგ არაფერს არ ცვლის. იმიტომ რომ ეხლა გუშაკთა კორპუსის ნავთობი აღარ ჭირდება. უბრალოდ გადარჩენაზეა, უბრალოდ გაწელვაზეა, ჩემი აზრით. რაც შეეხება გაწვევას, ზოგადად ირანში ყველა მამაკაც უწევს 2 წელი ჯარი მოიხადოს რა.
ეს თუ უმაღლეს დაამთავრებს, შეიძლება თავის პროფესიაში დაასაქმონ და იმით გადახდევინონ, ანუ ეგრე გამოდის. მთლიანი გათავისუფლება იქნება მაგალითად თუ დედის ერთაა, ან თუ ფიზიკურად ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს. სხვა შემთხვევაში უწევს. მაგრამ ეხლა გაწვევით არავის არ გაიწევენ. პირიქით, ვისაც არ ენდობიან, რაც გაწვევაში ვინც არის ახლა ოფიციალურად და იარაღისაც უკავი, იმას არ თმევენ. იმიტომ რომ იციან რომ ხალხს თუ ეკნება იარაღი, თავრობისთვის იქნება საშიში. ეხლა მაქსიმალურად ცდილობენ რომ თავის სიანს ეჭიროს იარაღი პირიქითა. ეს რუსეთი არაა რომ ომში იყოს როგორც ამჟამად თქვა სახმელეთო ქვეითთა ჯარი არ ომობს რომ იარაღი მიცენ და მიუშვან. ეგრე არ არის. ეხლა დრონებს და თვითმფრინავებს და სპეცოპერაციებზეა. და აქ ცდილობენ რომ პირიქით თუ ვინმე სავალდებულო ჯარს იხდის და იარაღი უჭირავს, იმასაც გამოართვან. თვითონ უფროს არ ესროლოს. იმიტომ რომ ბევრმა დატოვა ყაზარმები და სახლში წავიდა ამ დროს. მაგრამ ეს ვინც აქამდე მოახერხა, მე მომიყვეს რომ არსებობს ირანში ბასიჯი, ალბათ გავგონილი ექნება. ნებაყოფლობითი ყველა არის გამოწვეული და არც ერთს არ აქვს უფლება, ის არის შვებულებები ყველა გაუქმებულია და ყველა უნდა იდგეს გარკვეულ პუნქტებზე. თუნდაც ფერეიდანშიც კი მითხრეს, რომ ქალაქის შემოსასვლელში არიან ხოლმე სულ 24 საათი მორიგეობენ და ამიტომ შვებულებაში არც ერთს არ უშვებენ. არსებობს კიდე გარდა ამისა სამსახურები, რომელიც აი სეფოს რო ეჭირა, მანც როგორც ტონი არის. ესენიც კი არ არიან საერთოდ შვებულებაში არც ერთს აღარ უშვებენ, ისე ჩვეულებრივ ხო დადიოდნენ მორიგეობით და ეხა არც ერთი არ არის ისა. გუშინათა კორპუსი მარტო არმია და პოლიციაში კი არ შევიდა. გასხვისებაც დაიწყეს. ჯერ ხო ყველაფერი თავრობის იყო, ყველა რესურსი თავრობის იყო და ნელ-ნელა გასხვისება დაიწყეს და თანათან გუშაკთა კორპუსმა შექმნა კომპანიები და გასხვისება, მაგალითად წყალსაცავები, გენერატორები, ანუ კაშხლები, რა ვიცი, გვირაბები, გზატკეცილები, ყველაფერს ამას აშენებდა. სხვა საქართველოშიც პროექტი აქვს აღებული და შესრულებული ამ გუშაკთა კორპუსის კომპანიას ადრე, ოღონდ, სადღაც 2000 ალბათ 15-17 წლამდე რა და მე საქართველოსთან გაუშვეს, გამკაცდა ისინი სანქციები და საქართველოში ვეღარ შემოვიდა ვერც ერთი. თორე გუშაკთა კორპუსი არ ერქვა, მაგრამ ჩვენ ვიცოდით რომ გუშაკთა კორპუსის კომპანია იყო. ყველგან შევიდა ეს გუშაკთა კორპუსი. ეხლაც აი რაც სოფომ თქვა, ეს უბრალოდ ვისაც ენდობიან, მაგალითად მარტყოფში შემოსასვლელში მარტო ერთი პუნქტი რომელიც ამოწმებს, ეს იმას მიუთითებს რომ 15000-იან ქალაქში მარტყოფში იმდენი ხალხი არ ყავთ რომ ის ვინც ყავთ შებულებაშიც ვეღარ უშვებენ რომ ერთი პუნქტი მაინც გქონდეთ რომ ამოწმოს ხალხი. ეს შემოწმებაც მხოლოდ ინფორმაცია რომ გადაასცეს რა. ხო და მაგას გამოვიდა 15000-იან ქალაქში იმდენი 15 კაცი ეყოლებათ. მაგიტომ შებულებაში ვერავის უშვებენ. იმდენად ცოტა არ არიან, მაგრამ თავიანთი აღზრდილებია, იცით? ბავშვობიდანვე იწვევდნენ და ვითომ რაღაცა ლექციებს უწარებდნენ ამ ბავშვებს და რაღაცა სხვადასხვა ისა და მე ეს გამოვიდა თავიანთი აღზრდილი, როგორც ჯარისკაცი პირადი ისე ყავთ, რომ ნებისმიერ რამეზე თავს დადებენ და თავს წირავენ და აიათოლაების ისეთები იყვნენ. ზუსტად ესე ვიყავთ ახლა სულ მორიეობაზე და სულ მზადყოფნაში. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მოხდეს აი უახლოეს პერიოდში? ანუ 10 დღის ვადა დავიმახსოვრებ ეს, მაგრამ თვითონ აი გამოვა ხალხი მაგალითად ქუჩაში ისე როგორ ფიქრობთ? ან რა იქნება ამისი ძირითადი მაპროვოცირებელი რაღაც ძირითადი ბიძგი? რა თქმა უნდა, გარეთ გამოვიდნენ დაახლოებით 50 მილიონი გარეთ გამოვა. ქუჩებში იქნებიან რომ ჯერ იცხოვონ და მე იზეიმონ რომ მეფე ბრუნდება. 50 მილიონი ქუჩებში იქნების მთელი ირანში. რა თქმა უნდა გამოვა, მაგრამ ელოდებიან ყველა მოუწოდეს, მათ შორის ოფლისწულიც, რეზა პარლევიც. და მარტო ეგ არა, არიან მაგალითად მორად ვეისი ქვია, ან ბევრი იუთუბერები არიან და ყოფილი ჟურნალისტები არიან, რომლებსაც შეიძლება ერთმანეთთან ვის არის, კადათაგვივით არიან
საზღვარგარეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა თანახმა ერთ რამეს, რომ ეს თავრობა უნდა წავიდეს. და ამიტომ ყველა ერთ თანახმა ამაზეც, რომ ჯერ დრო არა და როცა დრო იქნება, ყველა ეტყვით ხალხს. ესე იგი, უფლისწულის მომხრეებიც და სხვაებიც გამოაცხადებენ, რომ ეხლა ქუჩაში გამოდით. და მანამდე უცდიან, რაც შეიძლება მეტად შესუსტეს ის ხალხი, რომელიც იარაღით ქუჩაში დგას. იმიტომ რომ ეს გამოსცადეს 8-9 იანვარს, თუ რა ისი გამკეთებელია. და ნაკლები სხვერპლი რო იყოს, ну ამაზე ფიქრობ, ყოველ შემთხვევაში შეიძლება ასე ზოგიერთი, ხა მე საქართველოში ცხოვრობ 20 წელია და ბევრს ვიცნობ აქ და ნათესავებიც ყავს, ცოლის ნათესავები და ასე შემდეგ და მეზობელი და ყოფილი თანამშრომელი და ასე შემდეგ. ზოგი ეგრე ფიქრობს, მათ შორის ირანშიც არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამას რასაც თქვენ ფიქრობთ, რაც ახლა მე ვთქვი, ამით გატყუებენო, ამერიკაცო, ისრაელიცო და რაღაცას თამაშობენო, რა ეს თამაშიაო. გლობალისტების თუ რაღაც ეგეთი, შეთქმულების თეორიების მე არ მჯერა და მე არც მინდა განვავრცო. გატყუებენო, მაგრამ მე მჯერა, რომ ესე არ არის. რომც არ იყოს ეს დახმარება. უბრალოდ ხალხი თვითონ ატყობს, თვითონ ხედავს. როდის მოერევა უკვე და მაშინ გამოვა ქუჩაში. როცა იცოდნენ, რომ ეს მოკლავდა, ეს პირველი კი არ იყო, 8-9 იანვარი პირველი ხო არ იყო. ეს დაიწყო პირველი აჰმადინეჟადმა პირველი მაშინ ჩაიდინა. რომ კადრები იყო, მაშინ ისე კარგად ვერ ჩაკეტეს ინტერნეტი, რომ სნაიპერები იყვნენ სახურაებზე და სნაიპერები ეშროდნენ. რომ იმ დარბევის სიმბოლო გახდა ერთი გოგო, ნედა აღასოლთან, ნედა გახდა იმის სიმბოლო, იმ დარბევის. რომ ერთ დღეში 3700 რაღაცა მარტო თეირანში. მოკლეს რა, ერთ დღეში. იმ დღეს ეგრე დაარბიეს. იმის მერე კიდე 3ჯერ დაარბიეს და ყველაზე სერიოზული იყო მაჰსა ამინის იმ ქურთი გოგოს შემდეგ რო იყო ესე იგი თავიდან 4 პროვინციაზე კონტროლი დაკარგა ირანმა. ქურთულ პროვინციებზე საერთო კონტროლი დაკარგა. და სადღაც 3-4 თვე საერთოდ არ შეეხო. სანამ დანარჩენ ირანი არ ჩააწყნა, რა მანამდე იმ ქურთულ პროვინციებს საერთოდ არ შეეხო. ეს ქურთულ პროვინციები ეგრე გამოყოფილი, როგორც ზოგს გონია, რომ ახლა შეიძლება ქურთებმა დამოუკიდებლობა მოითხოვონ, არ არის ირანში, ეგ საერთოდ ირანული ტომია და ირანის დასავლეთიდან აღმოსავლეთით წახვიდე ნელ-ნელა იცვლება აქცენტები და დიალექტები. ქურთს ეგრე ხაზით, რამე ხაზით სხვა ირანელებსგან ვერ გამოყოფ. ესეც ბარემ თქვი რა, რომ ესო ქურთების ცალკე გამოყოფა, ეგ საერთოდ ირანის ხალხი მაგას საერთოდ არ განიხილავს და ეგ არც მოხდება. ირანის ხალხი ერთიანია და იმიტომ რომ დიდი ისტორია და ამდენი ხანით ერთად იცხოვრეს, რაღა ახლა მოუნდებათ დაყოფა. თან ქურთებს, რომელსაც არანაირი რესურსი არ აქვთ. სადაც ქურთები ცხოვრობენ, არაფერი რა მთებში ცხოვრობენ რა. და რამე რესურსი არ აქვს და არც მოუნდებათ ახლა იმ დანარჩენ ირანისგან გამოყოფა, მithumetes რომ ერთი ხალხია, ერთ ენაზე საუბრობენ. და მაგას ხალხი შეამჩნევს, რომც არ დაეხმაროს არავინ. ხალხი შეამჩნევს, რომ უკვე ამ თავრობის საქმე წასულია და გამოვა ქუჩაში. ხო, ანუ ძირითადად უნდათ და არც აკლიათ ეს გამბედაობა, რომ გამოვიდნენ, ნახეთ უკვე იანვრის დასაწყისში. უბრალოდ ეგ წარე გამოცდილება იყო, რომ ცარიელი ხელით რაც არ უნდა ბევრი იყვნენ, სამწუხაროდ შედეგს ვერ მიაღწევენ, რაც უნდათ და ამ შემთხვევაში ზუსტად მოწოდებებიც იგივე იყო ისრაელ-ამერიკიდან, რომ ჯერ არ არის მაგის დრო, იმიტომ რომ ყველა ხედავთ რაც ხდება, დანდობარცია საკუთარი ხალხის და ამიტომ ამდენი ახალგაზრდის დაწყვეტა არც არავის არ უნდა. შესაბამისად, მეც ვფიქრობ, რომ იმდენად უნდა შესუსტდეს, რომ ცარიელი ხელითაც შეძლონ ამ ყველაფრის გაკეთება, თორემ ისევ იგივე ეხა უფრო გამწარებულია მთავრობა და ეხა კიდევ უფრო მეტსაც გაბედავს რამე რო იყოს. ასე რომ თუ იქნება იმ დონემდე მისული უკვე ეს ყველაფერი, რომ მოწოდებაც იქნება, რომ აი უკვე დროა, ვეროდ უფრო მეტი გამოვა ვიდრე წინაზე. ერთ სიტყვი, ხალხის წინააღმდეგ 8-9 იანვარში артиллерიის საწინააღმდეგო შაშხანა გამოიყენეს. დუშკა ქვია რუსული წარმოების დიდი ძიმე შაშხანა, ეგ გამოიყენეს ხალხის წინააღმდეგ. ანუ იმდენი
იმდენად ძლიერი რომ შეიძლება კედელი გახვრიტოს და მეორე მხარეს იმსხვერპლოს ვინმე. იმდენად ძლიერი ეგ. ჯავშან ტექნიკის წინააღმდეგ იყენებენ მაგას და ხალხზე გამოიყენენ. ანუ რა არის აი ეს სიძულვილი რისგან არის გამოწვეული ხალხის მიმართ? უბრალოდ დიდი ხანია ხალხსო აღარ უნდა ეს თავრობა. ძალიან დიდი ხანია, მაგრამ ისე რატომ 47 წელი, 48 წელია და 52 წელში გადავიდა ხოლმე. ხო, 48 წელია რომ ესენი არიან, როგორ არიან? ის 10% ხალხი რო ეხმარება და მეორე ეს რომ ეს ტყუილი ოპოზიცია ირანში არის, საზღვარგარეთ არის და ბევრ ფულს ხარჯავება ტყუილი ოპოზიციო, ვითომ ტყუილა ჩხუბებენ რომ ხალხს ატყუებენ. ეგრე იყო 47 წელი ფეხზე ედგა, თორე რომ всё წასასვლელი არიან. ოპოზიცია აღარ მუშაობს, თავინთი ოპოზიცია. მორჩა. ზუსტად აჰმადინეჟადის მერე ხალხი მიხვდნენ რომ არ იყო აქ ორი პარტია. თვითონს იყოფოდნენ, ხათამი იყო, ესე იგი, რეფორმატორი. თორემ, ხათამის სასახლემ როგორც ამ თავრობის საუკეთესო პერიოდი. იმან მართლა შემოიღო არასამთავრობოები დაუშვა, ბევრი ჟურნალისტი თავისუფალი დატოვა, ანუ გაზეთები და ჟურნალებს მისცა მეტი თავისუფლება. კულტურათა შორის მოლაპარაკებები დაიწყო სოფლიოში თავისი ინიციატივით. ზუსტად მაგის პერიოდში იყო რომ ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია იყო ირანში, მე პატრიარქი ბრძანდებოდა ირანში და მე სააკაშვილი იყო ირანში და ეს ყველაფერი მოხდა ხათამის დროს. და როგორც კი მოიყვანეს აჰმადინეჟადი, ხალხი მიხვდა რომ არა, ეს გამოსწორებადი არ არის თავრობა. მაგრამ აჰმადინეჟადმა უკვე დარბევა დაიწყო. როგორც წეღან თქვი რა, აჰმადინეჟადმა პირველმა ქნა ეგ. და იმის მერე, აი როგორც ამირანმა აღნიშნა, ისიც მოახერხეს რა, არ ვიცი საიდან ისწავლეს, ეჭვმახში ჩრდილოეთიდან. ცრუ ოპოზიციის შექმნა. საზღვარგარეთაც. იგივე მაჰსა ამინის არეულობის დროს 3 წლის წინ მართლა ხალხი შეიკრა ერთად, გარეთ, საზღვარგარეთ. ყველა ერთად შეიკრნენ რა, სხვადასხვა დროს გაქცეულები, გასულები ირანიდან. შეიკრნენ, მაგრამ მოახერხა ირანის თავრობამ და ორი გააშავა ამ გაერთიანებაში. მათ შორის თავარი სამიზნა იყო ფაჰლავი. ანუ ხალხს დააჯერა რომ ფაჰლავი ამ გაერთიანებაში არ იყო. სამწუხაროდ თვითონ ფაჰლავიმაც ვერ მოახერხა საწინააღმდეგოს დამტკიცება, მართლა ცალკე იყო მაშინ. და თვითონ ვინც დარჩენ დანარჩენები, ისინი დაშალა მერე. რომელიღაცა მოისყიდა, რომელიღაცა გააშავა და ერთმანეთს დააპირისპირა და მოკლედ დაიშალა ის თორე იმათ თავრობაც კი ქონდათ შექმნილი, ანუ თავისი კანდიდატები ქონდათ წარმოდგენილი, ვინ უნდა ყოფილიყო დროებითი თავრობის ხელმძღვანელი, მაშინაც იყო. მაგრამ იმ გამოცდილებიდან ფაჰლავი კარგად იმუშავა ზუსტად იმ დროიდან, 3 წლის წინ. ეს ბოლო 3 წელი სულ მუშაობდა ამაზე. და ეხლა უკვე კარგი შედეგებს რა, ეხლა უკვე ბევრი ენდობა. სოფო, მაინტერესებს როგორ მუშაობს ადგილობრივი მედია? პროპაგანდა. ადგილობრივი მედია არის აი ახლა ბოლოს როგორი ინფორმაცია გაქვთ, აი თუ გაქვთ აი ბოლო რაღაცა რა მოწოდებები ისმის ტელევიზორიდან? ზოგადად ადგილობრივი მედია იყო თავისთავად ასე ვთქვათ თავრობის მონა, ანუ სხვანაირად არ გამოვიდოდა ტელევიზია უჭირავს თავრობას. მაგის საწინააღმდეგო არაფერი არ არსებობს. ვერც იარსებებს, საერთოდ არც გაუშვებენ. პროპაგანდა მიდიოდა საკმაოდ მძიმედ და ამიტომ ყავს ის ნაწილი თავისი, ასე რომ ვთქვათ, მხარდამჭერი, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს ჩვენც ბავშვობაში გვიყვებოდნენ და გვეუბნებოდნენ, გვეგონა რომ ირანის იქით უკვე გარყვნილება არის და რა ვიცი 1000 უბედურება ხდება და მხოლოდ აქ არის კარგი ცხოვრება. ძალიან ბევრს ამის მართლა ჯერ ასეთი პროპაგანდა მიდის. ჯერ ინტერნეტამდე ხო საერთოდ საშინელება იყო მართლა. მე უკვე ნაწილმა მოახერხა ახალი თაობა მოდის მე ინტერნეტი იმერასა და მე ნაწილი აი ესე გაიყო უკვე რომ ესეც არ არის. ანუ რაღაცა არსებობს ამის იქითაც ჩვენს გარდა, აიგერ ხალხი კარგად ცხოვრობს და ეს რაღაცაშია საქმე. რაც შეეხება აი ამ წამს მიმდინარეს, მე სხვათა შორის რომ მოვედი პირველი ეს მოვყევი, იმიტომ რომ ძალიან გამიკვირდა ტელევიზორს მე არ ვუყურებ ზოგადად და არ ვთავ.
რაც გავიზარდე და მივხვდი რომ ეს ტელევიზიიდან მართლა ძალიან ისეთ ინფორმაცია შეიძლება მიიღო რომ საერთოდ ცხოვრება დაგიმგრიოს პირიქით ზოგადად არ უყურებდი და გადაცემს საინფორმაციოს თუ რამეს ისე გადავამოწმებ და მე შეიძლება 1000 სხვა ადგილას გადავამოწმო რომ მივხვდე რომ ეს მართალი. ეხლა ჩავედი იმიტომ რომ ინტერნეტი ხო გაითიშა და 3 დღე მომიწია მე იქ ყოფნა ესე უსაქმურად ვიჯექი და თამაშობდი ტელეფონზე. მეგობარმა დამირეკა ერთ-ერთი ჩვენი მეგობარის ჩემსავით ირანში მოხდა იმ დროს და ველოდებოდი რომ როგორმე გამოსულიყავით და სასტუმროში ვიყავი დამირეკა გეხვეწები ტელევიზორი ერთი ჩართეო რა და მეთქინე და რა გადის ეხლა ტელევიზორი ანუ გამიგვირდა ის რომ ეთქობა ესეთი გადაცემები წინასწარაც ჰქონდათ მომზადებული რომ მსგავს შემთხვევაში გაუშვან ან კიდე როდის მოახერხეს ამდენი ასე სწრაფად არ იქნებოდა ნაწილი არის კი ლაივიც მიდიოდა ნაწილი იყო ინფორმაცია თუ რა ხდება ეხლა ომზე ოღონდ როგორ რასყვეობოდნენ ის რომ პირველივე დღესვე თურმე ამათმა დაამარცხეს ისრაელი ნათანიაჰუ უკვე ჩავარდნილია ისეთ ამბავში რომ აღარ იცის რა ქნას და ქვეყანას როგორ უშველოს აქეთ აჩვენებდნენ რაღაცა ესეთი რა ქვია ტრამპის ცოტა ისეთ სახეს რომ აგერო ესეცო უკვე აღარ იცისო ტყუილა დაიწყო და ეგონა რომ დაგვამარცხებდაო და აგერ დამარცხდა და ქვეყანთა ამერიკა უკვე თვითონ ხალხი ებრძვისო იმას ტრამპს რომ რატო დაიწყო და აგერ ქვეყანა რაღაც ჩაგვიგდეო და ნუ მოგებულად აცხადებს ეს ამ ომს და რომ ანადგურებს ისრაელს და ამერიკას და აქეთ კიდე მიდის რაღაცა კადრები ეს ორად გაყოფილი ყველა არხი ერთ და იგივე იყო რომ აგერ ხალხია გამოსული მთავრობის მხარდასაჭერად ბევრ რაღაცები მე აღმოაჩინეს რომ AI-ის გაკეთებული რაღაცებიც იყო და რომ იქ ხალხი დგას და ჯერ ხო არ იყო გამოცხადებული იქ რომ ხამენეი იყო უკვე აღარ იყო ცოცხალი არ იყო ჯერ გამოცხადებული მაგრამ აჩვენებდნენ როგორ იხოკავენ სახეს და როგორ იმაშვებიან და როგორ მხარს უჭერენ აი ამ მთავრობას და როგორ ზოგადად თქვა ამერიკა ისრაელი და ეს რაღაცა ეგეთი ვიდეოები გადიოდა ან მაგალითად რაც ძალიან რო ვიზახეს ადრე გაკეთებული ეთყობა აქვს ასეთ დროებისთვის რაღაც ესეთ პატარ-პატარა მოკლე მეტრაჟიანი ისა ფილმებივით სადაც აჩვენებს რომ ირანელი ბავშვებიც კი და ეს ბასიჯის ისინი აკეთებენ ისეთ დრონებს და ისეთ თვითმფრინავებს აი რაღაცა ისე იყო რომ ეს უკვე ადგენს ისრაელის ჯაშუშებს აქ ირანში რომ მიდიან და რაც აქ შავდება იმათი დაშავებულია და აი ეს თურმე ეს ამათი გაკეთებული დრონები და ის აი იმათ აღმოაჩენენ ხოლმე და იმათ იჭერენ ну ესეთი რაღაცები გადიოდა ეხლა რა განის წარმომიდგენი ანუ არ ვიცი ძალიან ხო არ იცით რა როგორი ეფექტი ქონდა აი თვითონ ისრაელს მიმართვა რო გაუშვეს იქ ხალხში ეგ ხალხი ვერ მოისმენდა დიდებად თვერა აი ზუსტად მაგ დროს ირანში გაუშვეს კადრები რომ მოხდაო და მოვკალითო ბენიამინ ნეტანიაჰუ მკვდარიაო და ნუ სურათებიც აჩვენეს რა და მაშინვე ხა საბედნიეროდ ირანელ ახალგაზრდა თაობამ იცის რა არის ხელოვნური ინტელექტი და ხშირადაც იყენებენ ეგრევე მიხვდნენ რომ ეგ ხელოვნური ინტელექტია გაკეთებული მაგრამ უბრალოდ თაობამ ბევრმა დაიჯერა ხა უბრალოდ თაობა ყველგან ეგრეა რა ალბათ თვითონ ხელოვნური ინტელექტის გამოგონებლის ბებიაც წარჯერა ახლა ეს ამბები მოკლედ ბევრ ჯერა ეგ მაგრამ ეს ცოტა ხალხია რა უმეტესობა მიხვდნენ რომ არა ეგენი ვერ ესვრიან ეგენი ეგრე ზუსტად ვერ მოარტყამე რამეს და არც იციან სადა ბენიამინი მაგრამ ქონდათ გაკეთებული ან 12 დღიან ომში 3 F-35 ჩამოვაგდეთო და ერთის პილოტი ქალი იყო დაჭერილი ყავსო და როჩაწყნარდება გაყურებინებთ მაგის აღიარებასაცაო მაგაზე გამახსენდა კადრში გადიოდა B2 რო ჩამოგდებული ხონდა და ირანის ჯარისკაცები იდგნენ ხო ნუ ეს ძალიან სასაცილო იყო იმიტომ რომ ის B2 ჯერ არც ძალიან პატარა იყო ის B2 იმხელა ისნაირად პატარა იყო რომ ადამიანი რო იდგა B2-ზე მაღალი იყო და F-35 რო პატარა იმ ხელა იყო რომ რაღაცა გემის ხელა იყო ის F-35 რომელიც იქ სურათი გამოაქვეყნეს. ეხა კიდე ერთი კითხვა. შევეღებ თვალით შევამჩნევდა რომ ეს არ არის.
ფინანსურად რა მდგომარეობა? ეს ხო ძალიან ბევრი ფული უჯდება ირანს, ანუ ისედაც სანქციების ქვეშ იყო და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა რაკეტების წარმოება და ასე ყველაფერი ფულია. ყველა გასროლა დიდი ფულია. კი. როგორ ახერხებენ? აი ამ ინფლაციის პირობებში ქვეყანაში აი რა როგორი მდგომარეობა? ნავთობი, გაზი, ნავთობით მეოთხეა მარაგით და გაზით მეორე. გაყიდვებით გაზით მეორეა ისევ რა. რუსეთის მერე ყველაზე მეტ გაზს ყიდდა ირანი. და ნაწარმს კიდე გაზისგან ნაწარმს ამას სოფლიოს ნახევარზე მეტს ავწვდიდა ერთ დროს. სანქცია მანერა შემოუცირა, მაგრამ გარდა ამისა სპილენძს და ოქროსაც ყიდის. აქვს ბევრი. და ამ ყველაფერს, აი ზუსტად თავიდან ვთქვი, რომ ირანის მოსახლეობა ამას ფიქრობს, რომ ამდენ რაღაცას რო ყიდის, სად მიდის? და მე რო ვთქვი, რომ ჩემი აზრით ყველასაც ჰეზბოლას და ჰუსიტებს არ აძლევს. ამას აშენებდა და ამას აკეთებდა. ეგრე გამოდის. და ეხლაც სხვადასხვა აშკარად შეამცირა. ომის პირველ დღეებში 100-ობით 100 და 70 და 90 რაკეტას ივშვებდა, ეხლა ხან 20, ხან 10, ხან 15-ს. აშკარად შეამცირდა და დრონები ძალიან შეამცირა. იმიტომ რომ დრონების წარმოებელს ესროლეს, თორე დრონის წარმოება რთული არა ირანისთვის. ირანს ჰქონდა ბევრი საწარმო, ძალიან ბევრი, მაგალითად მაცივრები, სარწყმანქანები, ეს ყველაფერი ემბარგოებმა ესენი გამოიყვანა. კერძო იყო უმეტესობა. ემბარგოების გამო ამ ხალხმა ვეღარ ამუშავეს ეს ქარხნები. თავრობამ ჩაებარა ბევრი, ან ისედაც ნაწილობრივი თავრობის იყო და იმას თურმე იყენებდა, მე დრონებს ალბათ არ წარმოებდა. და იმიტომ ბევრი მარაგი ჰქონდა. და ზუსტად აი ამ მარაგის ამოწურვას ელოდება ხალხიც, პირველ რიგში ირანის ხალხი და ალბათ ამერიკა და ისრაელიც მაგას ელოდებიან, როდის ამოიწურება. იმიტომ რომ ეხლა ნამდვილად ვეღარ აწარმოებს. აი, ეს სულ ბოლო. ერთი რაღაცა რომ ვთქვი თუ ორე არაბულ ქვეყნები არც ერთს არ უხარიან, რომ ირანმა უნდა გაძლიერდეს, რომ არც ერთი 40,000 რო დაიღუპა ირანში. არც ერთმა, არც დარეკა, არც ირანის ხალხზე, არც ერთ ქვეყანამ არაფერი თქვეს. იმან არ უნდა რომ ირანმა გაძლიერდეს, იმიტომ რომ თუ ირანი გაძლიერდეს, მეფე და პაჰლავი დაბრუნდეს, ვინ უნდა დუბეიში წავიდეს? ირანში წავა. ტურისტულად, როგორც ანუ ეხლა თურქეთში დაახლოებით წელიწადში 30 მილიონი ხალხი გადის, ტურისტი ჩადის. საქართველოში მე მგონა 1.15. მაგრამ ჩემი აზრით იქნება დაახლოებით 50 მილიონი ტურისტი წელიწადში ირანში. და ეს იმ ხარჯზე რომ თურქეთი დაკარგავს ტურისტებს. ხო, არც თურქიას, არც არაბებსა, არც ის არ უნდა რომ ირანმა გაძლიერდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ნამდვილად მეზობლები, აი ხა ერდოღანი ბევრს არ და ნატოს წევრია და უნდა საწინააღმდეგოს აკეთებს, ხო, ისრაელის წინააღმდეგ გამოდის და ეს არაბებიც მიუხედავად იმას, რომ არაბული ქვეყნებს ბომბავს, მაინც არ გამოდიან, იმით რომ ყველას ყავს თვითმფრინავები და უფრო მეტი შეარაღება აქვთ საჰაერის საჰაერო ყოველ შემთხვევაში. ვიდრე ირანს თვითმფრინავები არ ყავს. შეუძლია დაახმარონ ის თავის თვითმფრინავები, რომელიც ამერიკისგან შეისყიდეს. მაგრამ მაინც არ აკეთებენ. თითქოს არც უნდათ რა, ეს ირანი რაც იყო, ყველა არაბული ქვეყანასაც ყოფდა. სულ ბოლოს მაინც ამიერმა კითხვა, მაგრამ მაინც აი სამივეს მინდა გთხოვოთ. არანაირი პროგნოზი უმადური საქმეა. რა მოლოდინები გაქვთ თქვენ? მე ერთი რაღაცა ვთქვი, კაი. ორე თუ მაგალითად ერთ არაბელი ერთი კაი სახლია, ერთი კაი სამუშაო აქვს და ერთი კაი მანქანა ყავს, ირანელსა უნდა 10 მანქანა, 10 კაი სახლი, 10 კაი საქმე ქონდეს. სპილენზე რო თქვი, სპილენზე 10 ჯერ უფრო მეტი ნავთობზე უფრო ფულს აიღებს. ბევრი ფულია ირანში, ძალიან ბევრი და იმედია რომ გაკეთდეს ყველაფერი და ძალიან დიდარი ქვეყანა არის. მე 10 დღეში ვერ დავეთანხმები, ვერანაირად 10 დღეში ვერ მოხდება. მე ხვალე რომ მოხდეს, უფრო გამიხარდება, მაგრამ უბრალოდ არ ჩანს ეს ეგეთი პირ არ უჩანს. მაგრამ არა ვიცი, ფიქრობ ალბათ 2 თვეში, 3 თვეში მაინც მორჩება.
არა, ამერიკაში პრობლემები გაჩნდება და რუსში ამერიკას არანაირი პრობლემა ჩემი აზრით არ შეექმნება და კონგრესში ამბობენ რომ გააჩერეთო ჩხუბიო და უნდა ნეტანიაჰუს რაც უფრო მეტი ომი იქნება უფრო აწუხებს. კი, ის იმაზე გეთასები. მოლოდინი უბრალოდ მინდა ანუ ვიმედოვნებ რომ რაც შეიძლება მალე დამთავრდეს თან ხალხის სასარგებლოდ. მალე დამთავრდეს, იმიტომ რომ ომია და არც ერთ ქვეყანას არ აწყობს. ეს მოგებული გამოხვიდე თუ წაგებული მაინც იქ ხალხი ზარალდება. და კიდე ის რომ ესე ადრე მეც მგონია რომ ჯერ ვერ მოხერხდება ასე დალაგება ამ ქვეყნის პრობლემების. თუნდაც წააგოს ეგ სანამ ყველაფერი დალაგდება და ხალხი ასე ვთქვათ ამოისუნთქავს ძალიან დიდი არეულობა ისედაც მოელის ქვეყანას შიდა არეულობების სანამ მივა იქამდე რომ დალაგდეს. უბრალოდ მე მართლა იმედი მაქვს რომ მართლა ხალხის სასარგებლოდ იქნება და სულ მინიმუმ ფიქრობ ხოლმე რომ ნახევარი ცხოვრება ხო იქ მიცხოვრია და ვიცი რა მდგომარეობა. უბრალოდ სულ ფიქრობ ხოლმე რომ იქნება თურქეთივით მაინც იყოს, ანუ ისლამს ვინც ხარს უჭერს, კი ბატონო ისის თავისუფლად თავისთვის იყოს, ვინც არა და იმასაც გქონდეს უფლება რომ ისე ცხოვროს როგორც უნდა და ქვეყნის კანონმდებლობა ყოველ შემთხვევაში არ ექვემდებარებოდეს რელიგიურ თქვათ საკითხებს და ნებისმიერ კონკრეტულ იდეოლოგიას. ცალ-ცალკე იყოს ასე რომ ერთს ვიტყვი რა და მე რაკეტებზე და ომის შედეგებზე რა. რაც უფრო მალე დამთავრდება უკეთესია ყველასთვის. მაგალითად იმ სკოლას რომ მოხდა თან საკამათოა არ ვიცით ვინ ესროლა, იმიტომ რომ კადრები არის რომელშიც თითქოს ჩანს რომ ის რაკეტა რუსული წარმოებისა. და ისრაელი ან ამერიკა ვერ ესროდა. განა არ შეუძლიათ, უბრალოდ არ არის ის ამერიკული რაკეტა. და რომ იყოს ამერიკას რო ბომბავს, შედობენ მოსახლეობაში მაინც გამოიწვევს ხერხს. ახლა სოფლის გარეშე არ იქნება, ეგ გამორიცხულია. ან ის რომ მაგალითად ჩვენ მარტყოფთან ახლოს ჩამოვარდა ირანული გაშვებული, სავარაუდოდ ირანული გაშვებული რაკეტა ან იმათმა ჩაახშეს ისა მართვის სისტემა, ან რაღაცა მიზეზის გამო ჩამოვარდა და ეს შეიძლება და ქალაქში ჩამოვარდნილიყო. საბედნიეროდ ქალაქიდან მოშორებით ჩამოვარდა. ისე რომ სხორპლი ყველა შემთხვევაში იქნება და იმედია მალე დამთავრდება. ოღონდ ეს გუშეთა корпуსი ისე იქცევა თითქოს თუ მე თუ არ ვიქნები ქვაქვაზე წარჩენება. ხალხსაც წაუღებს. ანუ მესენჯერი არ ყველაფერი კარგად იქნება. დიდი მადლობა თქვენ თქვენი დროისთვის. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ.